ბარათანებო ყველა მოემზადეთ. სანამ გადავალთ მთავარ თემაზე, გთხოვთ, დააჭირეთ ლაიქ, გამაწერეთ არხი და დატოვეთ კომენტარი. ეს დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო ბევრ და მაგარ ვიდეოებს გავაკეთოთ. ახლა გადავიდეთ მთავარ თემაზე. დღეს სამშაბათია, ამიტომ ჯერ ვერ ვიტყვი FEC 322 სტეიკის აქციების დეტალებზე, მაგრამ გპირდებით, იქნება ძალიან საინტერესო შეთავაზებები, რომლებიც ნამდვილად ღირს დაელოდო. სტეიკი არა მხოლოდ MMA-ისთვისაა, არამედ ფეხბურთის მოყვარულებისთვისაც გთავაზობთ განსაკუთრებულ აქციებს. ამ კვირაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება რამდენივე მეგობრული მატჩი და სტეიკი გთავაზობთ ასეთ შესაძლებლობას. თუ ბრაზილია, ინგლისი და უნგრეთი გაიმარჯვებენ თავიანთ შეხვედრებში, თქვენი მოგება გაორმაგდება 3.25 ჯერ. ეს ნამდვილად ჭკვიანი ფსონია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბრაზილია ეთამაშება სენეგალს, ინგლისი სერბეთს, უნგრეთი კი სომხეთს. მონაწილეობისათვის რაც ძალიან მარტივია, შექმენით ანგარიში სტეიკზე მითითებულ პირველ ფიქსირებულ კომენტარში. როცა კოდის შეყვანა დაგჭირდებათ, ჩაწერეთ Figueira FC ერთად. ახლა კი გადავიდეთ მთავარ თემაზე, საბრძოლო ხელოვნებაზე. ვინც ჩემს არხს ხშირად უყურებს, იცის, რომ მე არასოდეს ვეძახი მებრძოლებს, მოღალატეებს, ან შიშის გამო გაქცეულებს კონკრეტულ მეტოქესთან. მე ყოველთვის ვაძლევ ეჭვის სარგებელს. მაგალითად, ბოლოს შემთხვევაში, როცა ვსაუბრობდი ტომ ასპინალის შესახებ, ჩემი აზრით ის არ გაიქცა ბრძოლიდან. ის უბრალოდ არ შეწყვიტა ბრძოლა სირიგაბანთან, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგის წინააღმდეგ გარკვეული დეფიციტი ჰქონდა. მსგავსი სურათი ჯონ ჯონსის შემთხვევაშიც იყო. მას არ ეშინოდა ინგლისელის, უბრალოდ გააკეთა რისკის გათვალა. ეს ტერმინი ძალიან საინტერესოა. პირველად გავიგე კონექტკასტის ერთ-ერთ ეპიზოდში. მებრძოლი, რომელსაც მაღალი გამოცდილება აქვს, არ ეშინია მეტოქის. მისი ცხოვრების სტილი, მენტალური დონე და კარიერის გამოცდილება აძლევს საშუალებას, რომ არ შეეშინდეს ვერც ერთის, მაგრამ ის კარგად იცნობს რისკებს. მაგალითად, ასეთი გამოცდილი მებრძოლი როგორიც არის ისლამ მახაჩევი, რომელსაც უკვე თითქმის 30 ბრძოლა აქვს კარიერაში, აბსოლუტურად იცის, რომელი მეტოქები წარმოადგენს უფრო დიდ რისკს და შესაბამისად აკეთებს გათვლით რისკიან გადაწყვეტილებებს. ამრიგად, თუ ვიტყვით, რომ ისლამ მახაჩევის შიშობს ილია ტოპურიასთან შეხვედრის წინ, ეს მცდარია. რეალურად ის უბრალოდ გააკეთა გათვალა, რამდენად რისკულია ტოპურია მისი კარიერისათვის. მთელი MMA-ის სამყარო მზად არის ამ ბრძოლისთვის და ერთადერთი, ვინც თავდაჯერილი არის ისლამი. ის არამხოლოდ არ უსვამს ტოპურიას შეხსენებას ინტერვიუებში, არამედ ახლახანს გამოაქვეყნა რეიტინგი საუკეთესო მებრძოლებზე, სადაც ტოპურია მეხუთე ადგილზეა. მებრძოლი, რომელმაც მოიგო 2 წონის კატეგორიის ჩემპიონატი, რაც დამოუკიდებლად მის წონაზე ადასტურებს მის შესაძლებლობებს. ამავე დროს ისლამ მახაჩევი ემზადება ჯეკ დელა მადალენასთან ბრძოლისთვის, მაგრამ მისი საბოლოო მიზანი არა ტოპურიასთან ბრძოლაა, არამედ კამარ უსმანის წინააღმდეგ. ლეგენდარული ყოფილი ჩემპიონი ნახევრად მძიმე წონაში, რომელიც მისი მენეჯერის ალი აბჯელაჟის მიერ არის წარმოდგენილი. ესაა პირველი ნახევარი, რომელიც გვაძლევს სრულ ხედვას ისლამ მახაჩევის რისკის გათვალებზე, მის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე და მომავალი ბრძოლების შესაბამის სცენარებზე. ბარათანებო, გავაგრძელოთ ისტორია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისლამ მახაჩევი გეგმავს ჯეკ დელა მადალენასთან ბრძოლას ამ შაბათს. თუ გაიმარჯვებს, მისი შემდეგი გამოწვევა სავარაუდოდ იქნება ილია ტოპურია. ეს კი გამოიწვევს არამხოლოდ მოლოდინის ზრდას, არამედ ზემოქმედებს MMA-ს გლობალურ სცენაზე. რაღაცნაირად ისლამ მარჯვედ ერიდება ტოპურიას. ის თავიდანვე აკეთებს სტრატეგიულ გათვლას, რამდენად რისკიანი იქნება მისი კარიერისთვის. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ტოპურია ძლიერი, დინამიური და უკვე 2 წონის კატეგორიის ჩემპიონია. ასეთი მებრძოლი ნებისმიერ წონაში ძალიან დიდი გამოცდაა. დაუბრუნდეთ სხვა დეტალებს. ისლამ უკვე აცხადებდა, რომ თუ გაიმარჯვებს ჯეკ დელა მადალენასთან, მიზანი არ არის ტოპურიასთან შეხვედრა, არამედ კამარო უსმანის წინააღმდეგ ბრძოლა. ლეგენდარული ექს-ჩემპიონის, რომელიც თავის დროზე დომინირებდა ნახევრად მძიმე წონაში. საინტერესოა, რომ უსმანი და ისლამ ერთ მენეჯერს, ალი აბდელაზის ხავთ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან გონივრული გეგმაა, მაქსიმალურად გაზომვა, რისკების შემცირება და კარიერული პრიორიტეტების დაცვა. ახლა წარმოიდგინეთ, ტოპურია ჩრდილოეთიდან საქართველოს შუაგულში. ყველა მზადაა ბრძოლისთვის, ფანები ელიან დრამატულ ბრძოლას, მაგრამ ისლამ მახაჩევი აკეთებს განსხვავებულ გათვლას, როგორც ამას ჯონ ჯონსი აკეთებდა თავის დროზე. როგორც იცით, ჯონ ჯონსმა აირჩია კარიერის დასასრულამდე არ შეხვედრებოდა ყველაზე რისკიან მეტოქეს და პრიორიტეტად მეორე ბრძოლა აიღო. ისლამ მახაჩევს სურს იგივე სტრატეგიული რისკის მართვა. ასევე, ხაბიბ ნურმაგომედოვის აზრით, ეს ბრძოლა, ისლამ მახაჩევ vs ილია ტოპურია, შესაძლოა ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა იყოს FC's ისტორიაში. ნიშანდობლივია, რომ ტოპურია 2 კატეგორიის ჩემპიონია, ხოლო ისლამ მეხუთე ან მეექვსე ჩემპიონატის მომავლისთვის ემზადება, რაც ქმნის დრამატულ პარალელებს და განსაკუთრებულ ემოციას მაყურებლისთვის. მოკლედ, თუ ისლამ მარცხდება ჯეკ დელა მადალენასთან, ტოპურია მისი შემდეგი გამოწვევაა, ხოლო თუ გაიმარჯვებს,
ისევ ტოპურია დარჩება მთავარი მიზანი, რადგან სხვა ბრძოლა მხოლოდ დამატებით პერსპექტივას ქმნის, მაგრამ ტოპურია ყველაზე რეალური რისკია. ამას ემატება ის ფაქტი, რომ ისლამ თავისი მენტალიტეტით ძალიან ადრე აპირებს კარიერიდან გასვლას. როგორც ცნობილია, ის გეგმავს კიდევ ერთხელ დაიცვას თავისი ნახევრად მძიმე წონის ქამარი და შემდეგ სავარაუდოდ განაახლებს საპენსიო გეგმებს. ეს კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას. თითოეული ბრძოლა მისი კარიერის ბოლო სერიოზული ნაბიჯი შეიძლება იყოს. ამას გარდა დანა ვაითი უკვე აღნიშნა, რომ ტოპურია vs ისლამ მახაჩევი შესაძლოა ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა იყოს 2026 წელს, ხოლო ხაბიბ ნურმაგომედოვი ამას კიდევ უფრო მხარს უჭერს. მისი აზრით ეს ბრძოლა შესაძლოა მნიშვნელობით აღემატებოდეს ჯონ ჯონსის და ლექს პოანის დაპირისპირებას. მოკლედ ყველაფერი მიუთითებს, რომ ისლამ მახაჩევს მოუწევს გადაწყვეტილების შეცვლა, რადგან ფანები და პრომოუტერები, მათ შორის დანა ვაითი, ძალიან აქტიურად ცდილობენ ტოპურიასთან დაპირისპირების განხორციელებას. ეს იქნება ისტორიული ბრძოლა, ორი ძლიერი მებრძოლის შორის და ჩვენ ყველას გვექნება უნიკალური შესაძლებლობა დავაკვირდეთ სტრატეგიებს, გათვლებს და MMA სამყაროში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას. და ბოლოს მეგობრებო, თუ ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ დააჭირეთ ლაიქ, გამოიწერეთ არხი და დატოვეთ კომენტარი. თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს მოტივაციას გააგრძელოთ ახალი და საინტერესო ვიდეოების გშევნა.